გამარჯობა. დღეს მე უნდა ვისაუბრო ესეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე, სახელად მიჯაჭვულობა. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი ადვილად ეწყობა სხვებს და პრობლემების გარეშე ამყარებს ურთიერთობებს? მეგობრულს, რომანტიკულს, პარტნიორულს. ზოგისთვის კი ეს ყველაფერი წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს და იშვიათად მოაქვს სიხარული. რატომ უჭირს ზოგიერთ ადამიანს ახალი რაღაცების მიღება? ზოგი კი რადიკალურ ცვლილებებსა და მოსაწყენ აქტივობებით არ იღლება და ხალისობს. რატომ ახერხებენ ზოგიერთი პირველივე ცდაზე ძლიერი ოჯახის შექმნას და ბედნიერად ცხოვრებას? ზოგს კი ღალატის, მიტოვების ეშინია და მარტოობას ამჯობინებს. იმიტომ რომ თვითეულ ადამიანს აქვს საკუთარი ტიპის მიჯაჭვულობა. ის ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყო აშენებული ურთიერთობა ოჯახში, ძირითადად დედასთან. და რა არის ეს მიჯაჭვულობა? მიჯაჭვულობა ეს არის ღრმა ემოციური კავშირი სხვა ადამიანთან სიახლოვის სურვილი, მისი სიახლოვის შეგრძნების, მასთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნების მოთხოვნილება. ამ მრავალმხრივ კონცეფციას შეუძლია გააერთიანოს სხვადასხვა მდგომარეობა, ემოცია, გრძნობა, ინტერესი, სიყვარული, ღრმა მადლიერება, ერთგულება და თანაგრძნობა. თავდაპირველად დაბადებისას ბავშვი დედასთან, შემდეგ კი სხვა მნიშვნელოვან ზრდასრულებთან მიჯაჭვულობას ავითარებს. ასეთი კავშირი უპირველეს ყოვლისა ბავშვის უსაფრთხოებას ნიშნავს. ის დაცულობის იმ ნდობის განცდას აძლევს, რომ ყველაფერი კარგადაა. ამიტომაც დედასა და შვილს შორის ურთიერთობების ტიპი დიდწილად განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანი გაიზრდება ბავშვი და როგორ განვითარდება მისი ურთიერთობები მის გარშემო არსებულ სამყაროსთან და ამ სამყაროში მყოფ ადამიანებთან. ითვლება, რომ თუ ადამიანს დედასთან ბავშვობაში ასეთი მიჯაჭვულობა არ განუცდია, მისთვის ძალიან რთული იქნება სხვა ადამიანებთან ემოციურ კავშირზე დაფუძნებული გრძნობების გამოვლენა. მეგობრობა, სიყვარული, ვინმესთან დაახლოება, მას გაუჭირდება სოციალიზაცია და შესაძლოა ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ერთ-ერთი შემთხვევა შეექმნას. როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა? თუ ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვისთვის დედის სიახლოვე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ საკვებისა და სასმელისთვის. დედა, ანუ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ზრდასრული ადამიანი, ეხმარება პატარას მის გარშემო არსებულ სამყაროსთან ადაპტაციაში და უზრუნველყოფს მის საჭირო ფსიქოლოგიურ დაცვას. სწორედ ასეთი კონტაქტის არსებობამ ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება ტრავმა არ არსებობამ უკაცრავად ასეთი კონტაქტის არ არსებობამ ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება ტრავმა მიაყენოს მასსავე ფსიქიკას და გავლენა მოახდინოს მისი როგორც პიროვნების განვითარებას. ქრონოლოგიურად ეს ხდება შემდეგნაირად. დაბადებიდან 3 თვემდე. დაბადების მომენტიდან ახალშობილები გულისყურით აკვირდებიან სხვებს, ყურადღებით უსმენენ იმას, თუ რას საუბრობს ხალხი მის გარშემო. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვილებს უვითარდებათ ეგრეთ წოდებული სოციალური ღიმილი. ასე მიესალმება ბავშვი იმ ადამიანებს, რომელთა სახეებსაც იმ მომენტში ხედავს და აღიქვავს, ამყარებს მათთან თვალის კონტაქტს, რაც მეცნიერების თქმით ზრდის ზრდასრული ადამიანის მხრიდან საპასუხო ყურადღების მიღების შანსებს და ხელს უწყობს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. 3-დან 6 თვემდე. ამ პერიოდში ბავშვის ყურადღება და სიმპტომები უფრო შერჩევითი ხდება. ის იწყებს ადამიანის გარჩევას და გამოყოფს ამ ადამიანების ვიწრო წრეს, ვისთანაც სიამოვნებს ურთიერთობა, რომლებიც უკეთ ახერხებენ მის ნუგერს ან გართობას. ის უბრალოდ ყურადღებით უყურებს უცნობებს. შემდეგ სასიამოვნო თანამოსაუბრეების
მოსაუბრეების გარემოცვაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რჩება, რომელზეც ბავშვი განსაკუთრებული ენთუზიაზმით რეაგირებს. ყველაზე ხშირად ასეთი რჩეული დედაა, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მამა ან რომელიმე ოჯახის ნათესავი. 6 თვიდან 3 წლამდე 6 თვიდან დაწყებული დედასთან მიჯაჭვულობა იზრდება და ბავშვი შფოთავს და ნერვიულობს, მაშინაც კი თუ ის უბრალოდ გაქრა მისი მხედველობის არეთან. როდესაც ბავშვი ხოხვას იწყებს, ის ყველგან გაჰყვება საყვარელ ადამიანს და სიხარულით მიესალმება მას წუთიერი არ ყოფნის შემდეგაც კი. 3 წლიდან დაწყებული მანამ ვიდრე არ დამთავრდება ბავშვობა. ბავშვი იზრდება და იწყებს იმის გაგებას, რომ დედას, მამას, ბებიას, პირობითად მნიშვნელოვან ზრდასრულ ადამიანებს მის გარშემო საკუთარი საქმეები აქვთ. ამიტომ მათ გაუჩინარებას გარკვეული დროის განმავლობაში უფრო მშვიდად სკანდალების გარეშე იტანენ. მართალია უკეთესი იქნება ამ დროს, თუ ზრდასრულები აუხსნიან ბავშვს თუ სად და რატომ მიდიან 3-დან ზემოთ. შემდეგ კი მიჯაჭვულობა აგრძელებს განვითარებას, ტრანსფორმაციას და მისი ობიექტები სხვა ადამიანები ხდებიან. მოზარდისთვის ისინი ვინც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს მშობლებს. ზრდასრულებისთვის პარტნიორი რომანტიკულ ურთიერთობაში, ხოლო ხანდაზმულებისთვის ადამიანი, რომელიც მათზე ზრუნავს. როგორც მიხვდით, რა თქმა უნდა, იცით კიდეც, მიჯაჭვულობა ღრმა კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ფსიქოლოგიური, ემოციური და ენერგეტიკულ დონეებზე. ის განსხვავდება სიყვარულისგან და წარმოადგენს ერთგვარ დამოკიდებულებას, საჭიროებას, რომ სხვა ადამიანმა სიტუაციამ ან გრძნობამ გაგვაძლებინოს და დაგვიცვას. ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა. ეს არის შინაგანად გადაჭარბებული ემოციური ან ფსიქიკური დამოკიდებულება სხვაზე, იდეაზე, განცდაზე ან მდგომარეობაზე. ის ხშირად არაცნობიერად ყალიბდება და ადამიანის საკუთარ თავთან კავშირს ანაცვლებს სხვასთან კავშირით. მიჯაჭვულობა ხშირად ყალიბდება ბავშვობაში, იმ მომენტში, როცა უსაფრთხოებისა და სიყვარულის განცდა მთლიანად დამოკიდებული იყო მშობელზე ან მზრუნველ ფიგურაზე. თუ ეს კავშირი იყო არამდგრადი, ბავშვს უჩნდება ძლიერი შიში, მიტოვების, დაკარგვის ან გატაცება-მოტაცების და ზრდასრულ ასაკში ის იწყებს მიჯაჭვულ ურთიერთობებს, რომ ეს სიცარიელეს შეავსოს. მიეკუთვნება არასწორი, ეგრეთ წოდებული დისფუნქციური მიჯაჭვულობის სტილს, რაც აყალიბებს ურთიერთობის შაბლონებს, ხშირად ტოქსიკურსაც კი. ადამიანი ვერ ელევა პარტნიორს, იდეას, ადგილს, თუნდაც ეს მტკივნეული იყოს მისთვის. როგორ ყალიბდება ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა? ფესვები უმეტეს შემთხვევაში მოდის ბავშვობიდან, როდესაც საჭიროებაა გიყვარდეს, რომ დაგიცვას. ბავშვი ვერ იღებს საკმარის დაცვას, სიყვარულს, უსაფრთხოებას და იზრდება შიშში. შედეგად ის მუდმივად ძიობს გარეთ ისეთ ადამიანს ან ობიექტს, ვინც ამას ჩაანაცვლებს. ემოციური შიმშილი. თუ მშობელი არ იყო ემოციურად ხელმისაწვდომი, ბავშვი სწავლობს ჩაკეტვას ემოციების და აკეთებს შენარჩუნებას ნებისმიერ ფასას. ძირითადად ეს მრავალშვილიან ოჯახებში უფროს ბავშვებზე ვლინდება. პირველი ვინც არის და იმის შემდეგ კიდე თუა 2 ან 3. ერთიც რო იყოს არ აქვს მნიშვნელობა. შინაგანი სიცარიელის კომპენსაცია თვითშეფასების ნაკლებობა ადამიანს აიძულებს სხვისგან მოითხოვოს მუდმივი დამტკიცება. ჩემთან იყავი, თორემ დავიკარგები. როგორ ვლინდება ეს რეალობაში? ძლიერი შიში მიტოვების, მიძაჭვულობა მიტოვების შიშია დაფუძნებული. სხვაზე ზრუნვის მეშვეობით საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება. მუდმივი საჭიროება იყო ვიღაცისთვის საჭირო ან გმირი. ხშირია თვით დაკარგვა ურთიერთობაში. მუდმივი ფიქრი მეორე ადამიანზე, მის განწყობაზე და პასუხებზე. როგორ არის, რას გრძნობს, რას მიპასუხებს, დაახლოებით ამ მიდგომით. საკუთარი იდენტობის არ მიღება ურთიერთობის გარშემო. თუ ის წავა, მე აღარ ვიარსებებ. მე მოკვდები, დაახლოებით ამ ფიქრებით.
რა შედეგები მოაქვს ფსიქოლოგიურად ამას ყველაფერს? დამოკიდებულება. საკუთარ თავს ხედავ მხოლოდ სხვასთან კავშირში. შინაგანი სიცარიელე, როცა მეორე აღარ არის, გრძნობ სიცარიელეს. კრიზისი. დამახინჯებული იდენტობა. არ იცი ვინ ხარ უშუალოდ შენ, სხვა ადამიანების გარეშე. ემოციური აშლილობა, შფოთვა, დაბნეულება, ხასიათის ცვალებადობა და დეპრესიული ეპიზოდები დაკარგვის ან დაშორების შემთხვევაში. როგორ შეიძლება გამოვლინდეს ქცევებში? კონტროლისკენ მიდრეკილება. მუდმივი სურვილი აკონტროლო ადამიანი ან სიტუაცია. მსხვერპლის პოზიცია. ცდილობ მიიზიდო თანაგრძნობა და არ დაგტოვონ. და ამიტომ ირჩევს ადამიანები მსხვერპლის როლს. ურთიერთობის შენარჩუნება მავნე ფასად, თუნდაც ტოქსიკურ პარტნიორთან. როდესაც იცი რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ, მაგრამ იმიტომ რომ მარტო არ იყო, მიჯაჭვული ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაზე. და აქ ავტომატურად გადავდივართ თემაზე სიყვარულის მიჯაჭვულობაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ტკივილიანი ფსიქოემოციური მდგომარეობაა. ის ხშირად ხდება თვით სიყვარულის გამოცდილებას და უფრო მეტად გავს ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც გამუდმებით ითხოვს სხვამ დაგვიმტკიცოს, რომ ვართ ღირებული. ეს ორი ცნება, მიჯაჭვულობა და სიყვარული ხშირად ერთმანეთს ირეკლავს. თუმცა ეს გრძნობები საერთოდ არ არის იდენტური. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი საჭირო იყოს, ახლოს იყოს თავისი სითბოს ობიექტთან. თუმცა მათი მიღწევის მიზეზები და საშუალებები მნიშვნელოვნად განსხვავდება. მოდით გამოვყოთ ამ ორი მდგომარეობის ძირითადი მახასიათებლები. სიყვარული. ეს არის სიმპათია, რომელიც დაფუძნებულია საერთო შეხედულებებზე, ინტერესებზე და მხარდაჭერილია ძლიერ ორმხრივ მიზიდულობით. მისი ნიშნები შეიძლება იყოს შემდეგი: ძლიერი გზნობა მოითხოვს ნდობას პარტნიორებს შორის, მათ უნდა ეშინოდეთ, არ უნდა ეშინოდეთ, უკაცრავად. არ უნდა ეშინოდეთ ღალატის და მოტყუების. ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული, როდესაც არის ნამდვილი სიყვარული. შეყვარებულები უნდა განიცდიან და უნდა განიცდიან ფიზიკურ მიზიდულობას ერთმანეთის მიმართ. არ უნდა გაქრეს ტოლვა ერთმანეთის მიმართ. ძვირფას ადამიანთან ყოველთვის არის რაღაც სასაუბრო. მოსიყვარული ადამიანები პარტნიორს პირველ ადგილზე აყენებენ, ისინი ცდილობენ მის ბედნიერებას. ოღონდ ეს ნორმის ფარგლებში. სასიყვარულო ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტია ერთგულება. პარტნიორებმა ყველაფერი იციან საყვარელი ადამიანის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და იღებენ მას ისეთებს, როგორებიც არიან. ეს არის სიყვარული. ხოლო მიჯაჭვულობა კი, ეს არის თანდაყოლილი მოთხოვნილება. ახლოს გყავდეს საყვარელი ადამიანი. ეს უფრო ჩვევაა. მისი ნიშნები, მიჯაჭვულობის ნიშნები შემდეგია. პირველ რიგში საკუთარი ინტერესები და საჭიროებები. საკუთარ კომფორტზე ზრუნვა. მიჯაჭვულ ადამიანს მუდმივად აეჭვებს და არაა დარწმუნებული პარტნიორების გრძნობებში. აკონტროლებს მას. ურთიერთობები დადებით ემოციებს კი არა, ტკივილს იწვევს. პარტნიორის ნაკლოვანებები გაღიზიანებს და მათი გამოსწორების სურვილი გაქვს და ეს შემდეგ გადადის ძალიან ბევრ ცუდ რაღაცეებში. პარტნიორის თანდასწრებითაც კი ხშირად მელანქოლიისა და მარტოობის განცდა ჩნდება. მიჯაჭვული ადამიანი პათოლოგიურად ეჭვიანობს. მან სრულად უნდა ფლობდეს თავის სიყვარულის ობიექტს, რაც ხშირად წყენასა და კონფლიქტებს იწვევს პარტნიორებს შორის. რატომ ვეჯაჭვებით სიყვარულზე? მთავარი მახასიათებელი ბავშვობის ტრავმებია. თუ ბავშვობაში სიყვარული იყო პირობითი, მაგალითად, თუ კარგი გოგო, ბიჭი იქნები, მაშინ მეყვარები. რამდენჯერ გსმენიათ ან რამდენჯერ გითქვავთ ანალოგიური რაღაცა. ან გიყვარდა მშობელი,
მშობელი ყველა ბავშვს უყვარს, რომელიც მუდმივად ემოციურად მიუწვდომელი იყო, როდესაც მშობლები ვერ გამოხატავენ ემოციას ვერანაირ შვილებთან მიმართებაში. მაშინ ეს სიყვარული, რომელიც მაშინ არ შედგა, არ დასრულდა, გახდება მომავალში გადაიტანება და ამ დროს ხდება სიყვარულზე მიჯაჭვულობა და ზრდასრული ცდილობს გამოასწოროს წარსულის სცენა. ეძებს მუდმივად. ახლა მაინც შემიყვარონ ისე, როგორც ბავშვობაში მინდოდა. ასევე გავლენას ახდენს მიჯაჭვულობაზე შინაგანი სიცარიელე და იდენტობის დეფიციტი. როცა ადამიანი არ იცნობს საკუთარ თავს, საკმარისად, ის ცდილობს სხვაში იპოვოს თავისი მნიშვნელობა. სიყვარული ხდება იდენტობის საფუძველი, რადგან ის მყავს და ვარ მნიშვნელოვანი. როდესაც ხდება ტანჯვის რომანტიზაცია. სოციუმში არსებობს და ღრმად არის გავრცელებული მითი, რომ ნამდვილი სიყვარული ტკივილიანია. ესე გიყვარს, უნდა ტკიოდეს. ეს რომელიც მითია. მიჯაჭვულობა ამ ტკივილს აძლევს მიზანს, თითქოს ეს არის სიყვარულის სიღრმე. მაშინ, როცა სინამდვილეში ეს არის შიში დაკარგვის, მიტოვების და უარყოფის. როგორ ვლინდება სიყვარულზე მიჯაჭვულობა? შიში, რომ მის გარეშე ვერ იარსებებ. სხვისი სურვილებისა და ემოციების პრიორიტეტად ქცევა. ემოციური დრამა და დამოკიდებულება პარტნიორის ხასიათზე. დანაკარგის შემთხვევაში პანიკური შეტევები დაშლა, დეპრესია, ბოდვა, შინაგანი სიცარიელე, როცა მეორე მიდის ან არ არის ახლოს. რა შედეგებზე გავყავართ სიყვარულზე მიჯაჭვულობას? ფსიქოლოგიურად დამოკიდებულება, ემოციური და ფსიქიკური გადაჭარბებული შერწყმა, კრიზისი საკუთარი თავის დაკარგვის გამო, დაბნეული იდენტობა, ვერ ააშენებს საკუთარ პიროვნულ სივრცეს, დეპრესიული და შფოთვითი ფონი, ენერგეტიკულად ენერგიის მუდმივი გადინება პარტნიორისკენ, საკუთარი სულელებისა და გზის ბლოკირება, აურის სისუსტე და გადაღლა. კარმული მიჯაჭვულობა ხშირად მიუთითებს გაუხსნელ კარმულ კავშირებზე, რომლის ამოცანა არის გათავისუფლება და არა მუდმივი ჯაჭვი. არ გათავისუფლებული მიჯაჭვულობა მეორდება სხვა ცხოვრებაში ან გადადის შთამომავლებზე. მიჯაჭვულობა როგორც ენერგეტიკულ დონეზე რა გავლენა აქვს. ეს არის ენერგიის არათანაბარი გაცვლა პარტნიორებს შორის, ნებისმიერ ურთიერთობაში, არა მარტო პარტნიორებს შორის. როცა შენი შინაგანი რესურსი მიედინება კონკრეტული ადამიანის, განცდის, მოვლენის ან წარსულისკენ და აღარ რჩება ძალა შენს პირად განვითარებაზე. როგორ ხდება მიჯაჭვულობა ენერგეტიკულ დონეზე. ნებისმიერ ადამიანთან ან სიტუაციასთან არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ხდება ენერგეტიკული ძაფების ფორმულირება, განსაკუთრებით ადამიანებთან არის ყველაფერი დაკავშირებული. ყოველი ემოციური, ესეთი ენერგეტიკული ძაფები გადის ჩვენგან ნებისმიერ ურთიერთობაში. ყოველი ემოციური კავშირი ქმნის უხილავ ენერგეტიკულ ამ ძაფებს. ეს არის პლაზმური კავშირი, რომლითაც გადის ენერგია ჩვენი სხეულიდან მეორე ადამიანთან. ერთი ენერგეტიკული ველიდან ამ ძაფებით გადის ენერგია, გადადის მეორეს. სიყვარულზე მიჯაჭვულობისას ეს ძაფები განსაკუთრებით ძლიერი და ხშირია. ძაფები უკავშირდება ყველაზე მგრძნობიანი ენერგეტიკულ ცენტრებს, გულის ანაჰატა ჩაკრას, მზის წნულს მანიპურა ჩაკრას და ზოგჯერ და უფრო ხშირადაც დაკავშირებულია სექსუალურ ცენტრთან, სვათჰისტანა ჩაკრასთან. ამიტომ სექსი არის ერთ-ერთი ესეთი ენერგეტიკული კავშირის დამამყარებელი ადამიანთან. შეიძლება სექსიც არ ქონდეს, მაგრამ სექსუალური ტოლვა ქონდეს ვინმესთვის, რომელიც ასევე მიჯაჭვულობას იწვევდეს. შენ მუდმივად იკვებები მისი ემოციებით, განწყობებით და აზრებით და შენს ენერგიას ვეღარ მართავ ამ დროს. და რა თქმა უნდა, ენერგეტიკულ მიჯაჭვულობას აქვს გავლენა, რომელიც გვაძლევს შემდეგი სახის შედეგებს: ენერგიის დაკარგვა, მუდმივი დაღლილობა, ენთუზიაზმის არარსებობა, სისუსტე, დემოტივაცია, აპათია.
საკუთარი თავის დაკარგვა, ვეღარ გრძნობ ვინ ხარ, რა გინდა, სხვის ემოციებზე და რეაქციებზე ხარ მუდმივად მორგებული. გარე სამყაროზე დამოკიდებულება. თვით დამკვიდრება სხვა ადამიანის ან კავშირის მეშვეობით. საკუთარ ველში არ ცხოვრობ, ცხოვრობ სხვისი ენერგეტიკული ნაკადის ჩრდილში. ეს როგორც ენერგეტიკულ დონეზე. მიჯაჭვულობა კარმულ დონეზე. ეს არის ენერგეტიკული ხელშეკრულება, რომელსაც სული იღებს წარსულ ცხოვრებაში, ან საგვარეულო ხაზში და რომელიც მოქმედებს მანამ, სანამ არ მოხდება გაცნობიერება და გათავისუფლება. შენ არ ხარ მხოლოდ შენ, შენ ხარ შენი წარსულიც. მიჯაჭვულობა კარმულად ნიშნავს წარსულ ცხოვრებაში დაწყებულ და დაუსრულებელ ურთიერთობას, რომელიც მოგვაქვს ამ ცხოვრებაში, რომ დავასრულოთ. ურთიერთობას, სადაც ერთმა ადამიანმა სხვაზე ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღო ან პირიქით მიატოვა. სიტუაციებს, როცა სიყვარულით შეფუთული ურთიერთობა რეალურად გაკვეთილია და საკუთარ თავში გახედებს, გაბრუნებს. ნიშნები იმის, რომ კავშირი კარმულია. უცნაური ამოუხსნელი მიზიდულობა ადამიანებთან. ურთიერთობა რთულია, მაგრამ ვერ წყვეტ. წრეზე ტრიალი, დაშორება, დაბრუნება, ტკივილი. ეს არის წრეზე ტრიალი. დროის დაკარგვის განცდა, როცა სული თითქოს იყინება ამ კავშირში. კარმული როლი მიჯაჭვულებისას ვლინდება შემდეგნაირად. გაუწყვეტელი კავშირები წარსულიდან. სული ზოგჯერ ბრუნდება ამ ცხოვრებაში მათთან, ვისთანაც აქვს დაუსრულებელი ემოციური, ფიზიკური ან სულიერი ვალი. ასეთი მიჯაჭვულობა იგრძნობა როგორც ვერ ვშორდები და ვერც ვრჩები. გონი ამბობს წადი, გული გეუბნება დარჩი. გრძნობ თითქოს რაღაც მაკავშირებს, რისთვისაც სიტყვა არ მყოფნის. ხშირად ეს არის კარმული გაკვეთილი. დააფასო სიყვარული, მაგრამ გაუშვა. დაინახო ტყივილის არსი, მაგრამ არ დაბრუნდე იგივე წრეზე. ისწავლო სიყვარულის უანგაროდ გაცემა, ხოლო მიჯაჭვულობის გარეშე ცხოვრება. ძალიან ისეთი ფაქიზღვარია ამაში ყველაფერს. სულის გაკვეთილები ურთიერთობის კარმაში არის შემდეგნაირი. მიჯაჭვულობის სული სწავლობს სიყვარულის და ტკივილის ბალანსს. ხშირად მიჯაჭვულობა ეს არის სულის მწარე გაკვეთილი, რომელიც გვასწავლის თავისუფლების სიწმინდეს. და გახსოვდეთ, რომ კარმული კავშირი არ არის სამუდამო კარმული კავშირი, არის დროებითი. ის მოდის გატეხოს შექმნილი ილუზიები და გააძლიეროს თქვენი ჩემი ნებისმიერის პირადი სული, კონკრეტულად ინდივიდუალური სული. აქვე გადავალ საგვარეულო კარმის და გავლენა მიჯაჭვულობაზე. შენი საგვარეულოს გაგრძელება ხარ, მეც და თქვენც. საგვარეულო მიჯაჭვულობა ნიშნავს, რომ შენ ატარებ იმ ემოციურ და ენერგეტიკულ შაბლონს, რომელიც შენი წინაპრებისთვის იყო დამახასიათებელი. არაცნობიერი გადაწყვეტა, მათ ვერ შეძლეს, მე მაინც შევინარჩუნებ ამ კავშირს. იწვევს გაწირვას, დაკარგვას და ენერგიული ძალის დაკარგვასაც. მიჯაჭვულობა შეიძლება იყოს საგვარეულოდან გადმოცემული სცენარი. მაგალითად, ქალის ხაზზე. საგვარეულოში დედები, ბებიები ვერ შორდებოდნენ ტკივილის მომტან პარტნიორებს. მაგალითად, აქ იგულისხმება დესპოტები. არსებობდა სტერეოტიპი, სიყვარული ნიშნავს ტანჯვას, ქალმა უნდა მოითმინოს. გადმოცემული მოდელია მიჯაჭვულობა სიყვარულის სახელით. შთამომავლებში ესე გადმოდის. მამაკაცის ხაზზე, როდესაც თუკი არ ჰქონდათ ცდომა ემოციებზე და ამიტომ მიჯაჭვულები იყვნენ ქალზე, როგორც ერთადერთ ემოციურ წყაროზე. ზოგადად ესეთი მცნება არსებობდა, რომ კაცმა ემოცია არ უნდა გამოავლინოს, არ უნდა იტირო, არ შეიძლება კაცმა რომ იტიროს, პირობითად. ქმნიან ზედამხედველობის ან ფარული კონტროლის კავშირებს ამ შემთხვევაში. ესეთი სცენარები გადადის არაცნობიერად
და ქმნიან ემოციური გათიშულობის კომპენსაციას სხვა ადამიანებში. ურთიერთობებში სიმშვიდის ნაცვლად მუდმივი დრამის მოთხოვნაა. აი არაფრისგან რო ჩხუბს აკეთებს ხალხი დაახლოებით მაგი გულისხმობა. ურთიერთობის გაუშვებლობას თუნდაც ურთიერთობა მავნე იყოს. ტირანისთან ცხოვრება. როგორ ვლინდება? მტკიცე მიჯაჭვულობა ტკივილის მომტან პარტნიორზე. როგორც დედაჩემმა მოითმინა, მეც უნდა ვიტანჯო. ემოციური გაწირვა, სხვა გავაბედნიერო თუნდაც საკუთარ თავს დავუშავო ან დავშორდე, ვერ ვიპოვო იდენტობა. დინასტიური ტკივილის გამეორება, სიყვარულის და ტანჯვის განუყოფელი ხედვა, როდესაც ესეთ თაობებში გადმოდის, რომ სიყვარული ტანჯვაა. პარტნიორის შერჩევა, რომლებიც ზუსტად იმავეს აკეთებენ და იმეორებდნენ, რასაც ბაბუა, მამა, დედა აკეთებდა. სინამდვილეში ეს არის ენერგეტიკული კონტრაქტის საგვარეულოსთან. წარსულს რომ არ გავუშვებ, ისევ მას გავაგრძელებ. დაახლოებით ესეთი მიდგომით. რისკები კარმული და საგვარეულო მიჯაჭვულობის დროს. დაკარგული თვითმყოფადობა, ენერგეტიკული გადინება, სხვის ველზე ცხოვრება, სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, ფსიქოლოგიური დაღლილობა და ემოციური აბსურსი, კარმული გაკვეთილის არასწორი გაგება და განმეორება მომავალ ცხოვრებაში. შვილებზე გადაცემა იმავე სცენარის. თაობებზე თქვენ მიიღეთ, თქვენ გადასცემთ. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, გამოდის რომ მიჯაჭვულობა კარმულად და საგვარეულოდან ეს არის ენერგეტიკული გადაბმულობა, რომელიც აერთიანებს წარსულ ცხოვრებასა და საგვარეულო გამოცდილებებს. ის გვიჩვენებს სად და რატომ ვიღუპებით ემოციურად სხვის მიმართ და ვისი ტკივილის, ვალის ან დაუმთავრებელი სცენარის მატარებლები ვართ. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა რომ კარგად გაიგოთ. ეს ყველაფერი სრულიად არაა თქვენი, თუ კი ამოიცანით სადმე საკუთარი თავი. და დღეს თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ აირჩიოთ, დარჩეთ ისევ მიჯაჭვული და უბედური, თუ ჩახსნა ის უხილავი კავშირები და მიიღო ის ყბადაღებული ბედნიერება, რომელსაც ეძებდით. არჩევანი შენია, რადგან ეს შენი სიცოცხლეა, შენი ცხოვრებაა და მასზე პასუხისმგებელიც ხარ შენ. მადლობა.